სამართლებრივ ნაწილზე ცოტა ხნის წინ ჩვენი სტუდიის სტუმრები იყვნენ ქალბატონი ეკა წერეთელი და ზურა ცეცხლაძე და ბატონი ზურა საუბრობდა რომ გარკვეულ ნაწილს ადამიანების შესაძლოა არ აქვს რეალური წარმოდგენა იმაზე თუ აქ რამე პროკურატურას ამ ადამიანების წინააღმდეგ რეალურად ხომ? აი როგორ ვფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანია რომ აი კარგად გაიგოს საზოგადოებამ რაში არის ლევან აი ამ საქმეების აბსურდულობა. ერთი აი კასრაძის მაგალითზე გითხარი თუ შეგიძლია უფრო მეტი, იმიტომ რომ ადამიანს ისევე როგორც სხვა პირებს ედავებიან ჯგუფურ კასრაძე კაძელაშვილი. კი, კი ბატონო, კასრაძე კაძელაშვილი, რომლებიც თქვენი პარტიის წევრები არიან, მათ ედავებიან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მაშინ როდესაც არათუ ამას ასაბუთებენ, არამედ ჯგუფის წევრებსაც ვერ ხდება მითითება. აი რასთან გვაქვს საქმე? მოგესალმებით. ანა, მადლობა მოწვევისათვის, მაყურებელს მივესალმებით. ჩვენ როდესაც საუბრობთ სამართლებრივ განზომილებაში ვისაუბრეთ, იმდენად სამართლებრივი სახელმწიფო არ არის და სამართლებრივი უბრალოდ ხელისუფლება არ არის და სასამართლო არ არის, მაგრამ როდესაც საუბარი არის პოლიტიკურ ტყვეობაზე, დიახ, პოლიტიკური ტყვეობა ამას ითვალისწინებს, რომ ადამიანი არის ტყვეობაში, დატყვევებულია, მას უფლებები არ გააჩნია და დაატყვევეს იმის გულისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავდა და როდესაც ტყვეობაზეა საუბარი, სამართლებრივ რაღაცა საკითხები საერთოდ არ არის გამქრალია აი ამ საკითხი და რაც გააქრო ამ რუსულმა ხელისუფლებამ, ხო, ვასილ კაძელაშვილს ვებხო კასრაძეს ედავებიან რაღაცა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში და თქვენ სწორად შენიშნეთ. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ჯერ რომ ამათმა რაიმე სახის საერთოდ დანაშაულზე ჩაიდინეს და იფიქრეს, ეს ხო გამორიცხულია. ასევე საერთოდ გამორიცხულია იმაზე საუბარი, რომ ვინმეს იცნობდა, თვითონაც არ უარყოფს პროკურატურა, რომ ვინმე საერთოდ აი ვებხო და ვასო იცნობდნენ ვიღაცა სხვა წევრებს თუ ჯგუფურ ძალადობაზე და არ არის რომ ეს იყო ჯგუფი რომელიც მოქმედებდა. არათუ მტკიცებულება არ არსებობს. თვითონაც ვერ ამბობენ ამას, რომ რაიმე საერთოდ ვიზუალური, პირადი, სატელეფონო, რაიმე სახის ელექტრონული რაიმე სახის კავშირი ქონია, რაც ბუნებაში არ არსებობს. ეს ამ ხალხმა საერთოდ სასამართლო დარბაზში ტყვეობისას გაიცნო ერთმანეთი. აი ამაზე არის საუბარი. ახლა მეორე საკითხი, ხო? რაღაცა მოიტანეს, რაღაცა ვიდეო, რომელსაც საერთოდ არ არის ეს დანაშაულზე იმ საუბარი გამორიცხულია იქა, მაგრამ თავარი რა არის? ვინ გადაიღო ეს ვიდეო? არ ვიცით, არ ამბობენ. როდესაც ეს ვიდეო გადაღებული საერთოდ, ანუ მტკიცებულების წარმოდგენა, დამაგრება, ასე შემდეგ, ასე. ეს ცნებები ყოველ პროცესუალური ნორმები ყველაფერი მოშრილია. რატომ? იმიტომ, რომ ამ ადამიანების მიმართ არის პოლიტიკური დევნა და პოლიტიკურ ტყვეობაში არიან და იმიტომ, რომ სასამართლო არ არსებობს ქვეყანაში. ქვეყანაში ოდნავ სამართლიანობა რო იყოს, სამართლოს კუთხით, ამას ვერ გაბედავს ვერც ერთი ხელისუფალი და ვერც ერთი ხელისუფლება. ამიტომ საუბრობ ჩვენ ლეო ძლიერი საქართველო, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში საჭიროა რადიკალური სამართლებრივი სასამართლო რეფორმები. თორემ ამას არაფერი არ ეშველება, იგივე წრეზე ვიტრიალებთ. ზუსტად ამაზეა საუბარი. იმიტომ რომ ის ადამიანები, რომლებიც თუნდაც წინა ხელისუფლების დროს დახელოვნებულები იყვნენ უკანონების ჩადენაში, დღეს ეს დახელოვნებულობა უფრო მაღალ ხარისხში აიყვანეს. ყველა აქ არის გადმობარგებული აბსოლუტურად. სასამართლოში რა ხდება იცით, პროკურატურაში რა ხდება იცით, სხვა სისტემებში რა ხდება იცით. აი ზუსტად ეს არის. რეფორმა ჭირდება სასამართლოს, რეფორმა ჭირდება სამართალდაცვის სისტემას, ერთხელ და სამუდამოდ ეს ჩვენი ქვეყანა რო გამოვიდეს ამ მანკიერი მოჯადოებული წრიდან. ლევან, აი ამ ვითარების შემოbrunება გზა რა არის, მათ შორის ახლა პროტესტის გაზრდის დიდ მნიშვნელობაზე ლაპარაკობდა ბატონი ზურა და კასრაძეც ამბობდა დღევანდელ სხდომაზე, მას ჰქონდა რამდენიმე მიმართვა და ერთ-ერთი ასეთი ადრესატი იყო სწორედ პატრიარქი და თხოვნა ჰქონდა რომ ის წარმომადგენელი დასწრებოდა სხდომებს და თავისი თვალით ენახა იქ რა ხდება. ხმა უნდა აიმაღლოთ. ასეთი ფრაზა ჰქონდა ვებხია კასრაძეს. აი ამაზე ისეთ თქმა შეგიძლიათ, რატომ არის მნიშვნელოვანი რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი იყოს ინფორმირებული და ამის შედეგად კიდევ უფრო მეტი ადამიანი ინფორმირებულობა ეს ხალხი პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად ხო ასე იქნება, ხო დაჭერაც ეს იყო და გაშვებაც ეს უნდა იყოს და გავიდნენ გარეთ. ამ პროცესთან დაკავშირებით და ზოგადად პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და ზოგადად ყველაფერი ამ ქვეყანაში სამართლებრივი არაფერი არა, ყველაფერი არის პოლიტიკური. და პოლიტიკური გადაწყვეტილებები იღება და პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან მოხდა ამათი დატყვევება, შემდგომ ტყვეობაში ყოფნა და ასე შემდგომ საბოლოო გადაწყვეტილებაც იქნება ბუნებრივია პოლიტიკური. ხო, რაც შეეხება ზოგადად პოზიციას, ხო, ხმის ამაღლება ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ყველამ კანონიერი კონსტიტუციური პროტესტი
სხვადასხვა ფორმით გამოვხატოთ. აი ეს არის ზუსტად, იმიტომ რომ ინფორმირებულობას რაც შეეხება, მადლობა თქვენ, მადლობა ყველა მედია საშუალებას, ობიექტურ მედია საშუალებას, დამოუკიდებელ მედია საშუალებას და დევნილ მედია საშუალებას ხელისუფლებიდან საშუალებებს, რომლებიც ამ ყველაფერს აშუქებთ და საზოგადოების ინფორმირებულობას ამ შემთხვევაში ხელს უწყობდა, მაღლა წევთ ამას, რომ საზოგადოებამ გაიგოს სინამდვილეში რა ხდება რეალობაში, ხო? აი ეს არის უმთავრესი აქა და უმთავრესია ის ფაქტიც, რომ ეს ადამიანები არც ერთი მათგანი არ გატყდა, არც ერთი მათგანი არ ეგუება უსამართლობას და ყველა აპირებს ბრძოლას და თქვენ იცით, ახლა ლელო ძლიერი საქართველოს აქვს ორი საზრუნავი, ეს არის პირველი პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც იქნება ქვეყნის აი ამ ძიმე ჯოჯოხეთური კრიზისიდან გამოყვანის დასაწყისი. ხო, სხვათა შორის დღეს თქვენმა წარმომადგენელმა არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიების შედეგები მოითხოვა პროკურატურიდან. ეს მნიშვნელოვანია, რომ იცოდეს საზოგადოებამ ასეულობით მოწმე გამოვკითხეთო, შუალედურ ანგარიში ეწერა, მაგრამ შედეგი რეალურად არ გვინახავს, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე გვახსოვს ეს მოწყობილობები, როგორ ასე ვთქვათ, აიღო ვეცესკოდან პროკურატურა. ხოცური ნოუ-ჰაუა საერთოდ შუალედური ანგარიში და საერთოდ შუალედურ ანგარიშს სამართალი არ იცნობს და სამართლების ცნება არ არის და ეს არის საზოგადოების რაღაცა შეცდომაში შეყვანა. შენ თუ ობიექტურ და ყოვლის მომცველ გამოძიებას ატარებ, უნდა დაასრულო გამოძიება და საზოგადოებას უნდა მეცე აბსოლუტურად სწორი ინფორმაცია და გამოძიება უნდა დაასრულო გონივრულ ფარგლებში და სამართლიანობა ეს არის, როდესაც გონივრულ ფარგლებში ასრულებ, მაგრამ აქ საერთოდ რა გონივრულ ფარგლებზეა, გონივრულ ვადაზეა საუბარი, არის ის გამოძიების დაწყებაზე და დასრულებაზეა საუბარი, როდესაც თავიდან ბოლომდე მართულია ეს ყველაფერი. მე შემინდა შეგახსენოთ, ანა გამოძიების, რა ქვია, არჩევნების მეორე დღიდანვე ლელო ძლიერი საქართველოს ითხოვდა, რომ გამოქვეყნებულიყო ეგრეთ წოდებული სამაგიდოსიები, ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ხელმოწერილი თვითრები, ვითაც დადასტურდებოდა. ჩვენ ერთადერთი ეს მოთხოვნა ჰქონდა, ვითაც დადასტურდებოდა არჩევნები გაყავდა თუ არა. დიახ, არჩევნები გაყავდა და დიახ, ამ ადამიანებმა ეს სოციალური თავით არ გააკეთეს და არ გამოაქვეყნეს. რატომ? იმიტომ რომ იქ არის, იქ ინახება ეს გაყალბების დიდი მასშტაბები. აქ რაზეა საუბარი? ადამიანი, რომელიც საქართველოში არის მინიმუმ ამ ყველაფერს სჭირდებოდა გამოძიება, ხო, ლევან და ამაზე საუბარი რომ ჩვენ რატო ვითხოვდით ამის გამოქვეყნებას? რატო ვითხოვდით გამოქვეყნებაში რა არის? სასამართლოდ მოვითხოვეთ ეს. სამართლებრივი პროცედურები გავიარეთ, მაგრამ უარი გვითხრეს და რატომ ვითხოვდით? და რატომ გვითხრეს უარი? ვითხოვდით იმიტომ, რომ სამაგიდოს სიების და ვერიფიკაციის აპარატიდან ამოწერილი ხელმოწერილი ქვითრების, ეგრეთ წოდებული ქვითრების გახსნის შედეგად გამომზიურდებოდა ადამიანი, რომელიც საქართველოში არ იმყოფებოდა, მის მაგიერ მიცა თუ არა სხვა ხმა. სხვა მსხლის მაგიერ მიცა თუ არა ხმა, გამოყენებული იქნა თუ არა ეგრეთ წოდებული ქოცური კარუსელი. ამასთან დაკავშირებით. აი ეს არის მნიშვნელოვანი. ეს იცოდნენ მათ რაც ხდებოდა და აქედან გამომდინარე არანაირი შედეგი არ მოყვა და თავარი კიდე. მე მახსოვს ნოდარ მელაძის საგამოძიებო ჟურნალისტიკის შედეგად საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში ჩატარებული ამ გამოძიების შედეგად, როდესაც ადამიანები თვითონ საუბრობდნენ კამერის წინაშე, ხო, პირადობის მოწმეებს გვართმევდნენ, სხვა მსხლის მაგიერი სახმა, ცოცხალი მოწმეები არიან, ცოცხალი ადამიანები, რომლებიც საუბრობენ, ხალხოს ხო გამოგონილი არ არის. ვინმე გამოძიების შედეგი ამ ფაქტთან დაკავშირებით დადო? აგერ ხომ არის მტკიცებულება რა? ადამიანი საუბრობს, რომ უზღვაძლებდნენ პირადობებით ჩამოგვართვეს, იმდენი ადამიანი მოვიდა ჩვენ სოფელში შესაძლოა არ ცხოვრობდა, საიდან როგორ რა? დადგა ამაზე შედეგი? არა, არ დადგა, იმიტომ რომ ამათ პირობებში არანაირია შედეგი არასდროს არ დადგება, იმიტომ რომ ამათ სამართალი და სამართლიანობა არ აინტერესებს. დიდი მადლობა ლევან, ნაგემშვიდობები, ლევან სამუშიას საუბრობდა ჩვენს ეთერში.